თანაბარ აი უყურე ნიშანი. რას გეუბნება ნიშანი? თანაბარ მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე შედიხარ რო. შევდივარ. კარგი. შენ ხარ ლურჯ მანქანაში. გავატარებთ მარჯვენა მხარეს. აუცილებლად. სატვირთოს. ანუ ჩვენ ვატარებთ ვის? სატვირთოს. სატვირთოს. აქ რას გიკითხება და რა ის არის, ეგ მაინტერესებს. ნელა კარგად წყნარად ეს არის 46 საკითხი ბილეთებში. სატვირთო ავტომობილის მერე მოტოციკლი და ბოლოს მსუბუქი ავტომობილი. არ გეთანხმები, მე კი არა კანონი არ გეთანხმება. კაცო, შენ იცი მარჯვენა მხარის პრინციპი. ხო. შენ რო ლურჯ მანქანაში ზიხარ, იქ მარჯვენა მხარეს ატარებ ლამაზო? ხო. ატარებ მარჯვენა მხარეს. კარგი. ეხლა შენ დაჯექი მარჯვენა მანქანაში იქა, სადაც ესაც ატარებ. კამასში, აგი იქ. მაშინ იქიდან მოტოციკლი გავატარო. უნდა გაატარო, აბა. ვა, რა კაი ტიპია, რა გაცინებს, თო? არ გაატარებ შენი აჯობებს. მე რა მოტოციკლეტი საწყალი კაცია, მეტი არა აქვს. ფული რო იშოვოს და იყიდოს. რა კაი ტიპია ესა თო? ჩამო სოფლიდან, გოგო, თბილისში, სოფლიო ბაზარზე. ვინც ჩვენგან დგას მარჯვენა მხარეს, გაიგე ჩემო კარგო. იმისია გზა. ანუ პასუხი იქნება აქა ჯერ გაივლის მოტოციკლეტი. აი ეგ არის ცოდნა. და არა ისა პარლამენტის წევრის ლურჯ მანქანაში, საწყალი მე აგე იქ ნატახტრელი ვიღაცა კამაზით მოდის. ჩვენი ნატახტრის ლუდიმი აქვს სადღაცა და ის ბეჩავი კიდე მოტოციკლეტი ყვარლიდან მოდის და არ ატარებ. გაიგე მარჯვენა მხარის პრინციპი რა არის? დიახ. ეგ